ეხა მაგის ნაწილებიც ჩამოდის და დავატურბინეთ. ეს M5-ია, ხო? არა, სიცოცხლე არის ეს და. ყავს გასტროკერებული რა. კიდევ არის. კოვანია, ერთფეხი კოვანია. კაროჩე, დაკოუკილი არის, ცალიფეხი კოვანია, დიაფრაგმა იყო გაფუჭებული და გამოცვლილი აქვს, ტუნინგოვი აყენია და რავი რა. ახლა ველოდებით აპკატკაზია რა. დაბმული რატო? დაბმული ბევრი ცხენები აქვს და იმავშობით რა. საერთოდ აპკატკაზ გადის რა, ნელი პოზიციით გადის რა, მაგ ყველაფერს ეგრევე ჩაფარება არ შეიძლება და მაგით უყავს დაბმული რა, ეგრევე ვარ მოხი. Vibe blowing at the J, got the loud jumping at the pay. Everything I'm on slab. Everything I do is got the Benz jumping at the bay. Vibe blowing at my J, got the loud jumping at the pay. Everything I'm on slab. Everything I do is got the Benz. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ ჩვენი ემპაკეტის სალონი უნდა გადავცეთ ჩვენ გამომწერს გამარჯვებულს. ასევე ნახავთ ჩვენ 340-ზე თუ რას გადაკეთება მოგვიწია, თუ რა პრობლემებს წავაწყდით 29-ში უხეშ დრაგზე რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, წინა დრაგთან შედარებით ამ დრაგზე წესები შეცვლილია და მოგვიწია რაღაცების გადაკეთება და აუცილებლად გაჩვენებთ ყველაფერს. ასევე ჩვენ დავიწყეთ კოვკაძრავის საწყობა, რაღაც დეტალები ჩამოსულია, ნიზის დეტალებია ჩამოსული, პორშინები, შატუნები ჩამოსულია, გილძები და მაგათაც გაჩვენებთ. რაღაც დეტალები გზაშია, გალოკის დეტალები მაგალითად რასპედლები, კლაპნები, პრუჟინები და ეგრო ჩამოვა, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად მაგასაც გაჩვენებთ. ეხლა ვისო წამოდი დავიწყოთ ჯერ ჩვენი 340-ით. რა ეტაპზე ვართ და როგორ ვემზადებით? ეხლა ჩვენ 29 რიცხვისთვის იტოქში. ძველი ვიზუალი აღარ აქვს მანქანას. კაპოტი შევცვალეთ. და კაპოტი რატო შევცვალეთ? იმიტომ შევცვალეთ, რომ თუ უზაოს რომელიმე დეტალს შეეხები, ან ამოჭრი, ან დააზიანებ, ან რაღაცას შეღუნავ, street legal-ში ავტომობილი არ გადის. შესაბამისად, მოგვიწია ამ ყველაფრის შეცვლა და მხოლოდ კაპოტზე ვიყავით შეხებული, კაპოტზე ვქონდა ამოჭრილი, რადგან დაუფაიფები ამოდიოდა კაპოტში. ასევე ვქონდა ამოჭრილი კაპოტში, ტურბო ვქონდა ცოტა ზემოთ ამოწეული, ცივი ჰაერის ასაღებად. და მოგვიწია ყოველფრის გადაკეთება. მოგვიწია ყოველფრის გადაკეთება იმ მიზეზის გამო, რომ 29-ში არის უხეში დრაგი. უხეშ დრაგზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა და წესები არის სხვანაირად, წინა დრაგთან შედარებით. ასევე მოგვიწია საბურავების შეცვლა, რადგან ჩვენი წვიმის სლიკები რაც არის, street legal-ში არ ჯდებოდა, street legal-ში ჯდება. ბიჭო, ეს რა არის? მობას გაფიცი, ხომ შილობა? რა დოქრია ეს რა? ვიჯერა ვახარ. რავი, ნენელა. ეს რა დაისვენე? შვენი ძალიან კარგი. აქ რა ხდება რა ამბავი? ბიჭო, ეხლა ვამბობდი კაკრას რა, ვიდეოს ვიღებთ და წინა დრაგთან შედარებით მოგვიწია ბევრი რამის გადაკეთება რა, იმიტომ რომ წინა დრაგზე street legal-ი ზოგადად მანქანა დაშვებულია, არა street legal-ის დაშვებულია და ყველა ერთ კლასშია რა. ხო, მაგრამ ეხლა როგორც ვიცი, მაგრამ ხო, უხეშ დრაგზე გეტყვი ყველაფერს, ანუ რა სიტუაცია და როგორ ხდება, მაგრამ თუ მანქანა ანუ იქნება ანუ კაპოტ ამოჭრილი, ეგ უკვე ხაფანგებში გადის და ის მანქანა უნდა იყოს უეჭველი დადუგული, სპორტული საბუთები უნდა კონდეს და რეკაროები და როგორც ხდება რა, სპორტული მანქანის მომზადება, აი როგორც დრიფტ კარებს აკეთებენ, როგორც ჩვენი M3-ია გაკეთებული, სოფლიო დონის ხაფანგი ესე დავარქვათ, რა ვიცი, ხაფანგია, ხაფანგი. ესენი ეძახიან ხაფანგს, თორე, ნუ იყოს ხაფანგი რა, ეგ არაა პრობლემა, ანუ იდეაში ხაფანგია. გამომიტოვებია იდეაში, ხო? ეს კაპოტი ახალია ბიჭებმა გვათხოვეს ეს კაპოტი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბიჭებს და რატო გვათხოვეს და რატო აფარია ვაფშე ეს კაპოტი ამ მანქანას გეტყვით. ეს კაპოტი ახლა ამ მანქანაზე ჩვეულებრივად იკეტება, იხურება, არაფერს არ ედება, ტურბოს ჩვენივად გზნობს თავს. ერთადერთი პრობლემა არის რა? მოგვიწია ცხელი კოლექტორის გადაკეთება და რატო? უხეშ დრაგზე რომ მივიღოთ მონაწილეობა და ავტომობილი ჩაითვალოს როგორც street legal-ი, არ უნდა იყოს კაპოტი ამოჭრილი, არ უნდა იყოს შიგნიდან რაღაცა მოჭრილი, არ უნდა იყოს ჩაკუჭი. არ შედება ხო ამას? ბოდიში არც ედება. ვაფშე ედებოდა თავიდან კაპოტი რომ დავაყენეთ, მაგრამ მოგვიწია ცხელი კოლექტორის გადაკეთება, 3 სანტიმეტრის ცხელი კოლექტორი დაბლა დაუწიეთ და თავისთავად
ცხელ კოლექტორს როგორც კი შეეხები, მე ძალიან კარგად იცი შენს ტურბინიანი მანქანები ბლომად ყოლია და ეხლაც ყავს. ყველაფერი რაც კი აწყობილი გაქვს charge pipe გექნება თუ გარეგეითები, ყველაფერი იცვლის მიმართულებას და თავიდან არის ვაფშე ყველაფერი გასაკეთებელი. აქ ხედავ გეითების სიტუაციაც გადაკეთებულია. კი, ეს უკვე ახალია რა, რაც გავაკეთეთ რა. კოლექტორიც უკვე გადავჭარით, ტურბო დავწიეთ, შესაბამისად გეითებსაც მოუწია უკვე ну, მანამდე გარეთ ქონდა კაპოტში ამოშვერელი, მაგრამ ეხლა მოუწია და ჩავატრიალებ პირდაპირვე იმაში, დაუნფაიფში და დაუნფაიფი გავიყვანეთ. ქვემოთ ჩავიყვანეთ კარუმკამდე. ანუ ტრასაც აყენია. ტრასა, ხო, ტრასა რა გავაკეთეთ? ეხლა M3-ით არ ვაპირებთ უხეშ დრაგზე მონაწილეობას მიღებას, იმიტომ რომ ხაფანგის კლასში მოხდება, ხაფანგებში კიდე როგორც ვიცი, რაკერა არ გამოდის, ტატო არ გამოდის, ქუთაისლები ბიჭები არ გამოდიან და ძალიან ბევრი მანქანა არ გამოდის, რეალურად რომელიც არის მართლა ჩვენი M3-ით ხაფანგი. სპორტულად მომზადებული და ეხლა მე რომ მივიდე და იქ ვიღაც ერთი მანქანა დარეგისტრირდეს, ერთი ზაეზდის გამო ხო ხტები არ ზღირს პროსტო. მაგდენი ჯერ რომ მივიდე, თემა ისაა რომ მე ეგ მანქანა კიდე თავიდან უნდა გავასწორო, ვანასწროიკო და ერთ ზაეზდის გულისთვის არ ზღირს მანქანის წვალება. მირჩევნია, უყურე, ლაშიკო, მირჩევნია ეს მანქანა როგორც street legal შეეფერება, ისე მოვაწესრიგო და ამ მანქანით მივიღოთ იმ მანქანებთან მონაწილეობა, რომლებიც არიან street legal-ები და იქნება 8 და 10 ზაეზდი. ამის თქმა. გასაგებია, ძრავზე მაინტერესებს. ძრავი, ანუ მე დიდი ხანი არ ყოფილი ვარ ეხლა და ხო, ძრავი ისევ სტოკია. ისევ სტოკია. ვაფშე სტოკია, კი. და სხვათა შორის შენ არიცი, ჩვენ 3 დღის უკან ამ მანქანით 402 მეტრი, ანუ 1.4 გავიარეთ ძალიან მაგარ დროში, მაგ დროს არ ვიტყვი, მე შენ გაჩვენებ მაგას და დრაგის მერე დავდებთ აუცილებლად ამ მანქანის 1.4 მილს რა დროში დადის. სტოკი ძრავი და სტოკი 8 HP 70 კოლოფით. აჰა, კოლოფზე მაინტერესებს. კოლოფი ისევ ისაა, რაც წინა დრაგზე ჩვენ არ გქონდა კასტამინასტროიკა და ლანჩი არ გქონდა, კასტამინასტროიკა მოვაგვარეთ, უკვე ლანჩი გვაქვს, შესაბამისად 0-100 გამოგვისწორდა. ნუ მე ცოტა ჟანის დამომატეთ, წინამა დამომატეთ, 100-200-იც გამოგვისწორდა და 200-250-იც. შესაბამისად ძალიან მაგარ დროში დადის 1.4 მილს ეხა ამ ეტაპისთვის. მაგრამ თემა რა იცი ეხა ეს ტურბოს ჩაწევა მოგვიწია, ციუჰაერს ვეღარ სუნთქავს, charge pipe-ის გადაკეთება მოგვიწია. ეხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამით ჩვენ ჯანიც გვაკდება, ტურბოსაც ვახშობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმის გულისთვის, რომ უხეში დრაგის წესებს მოვერგოთ, street legal-ის წესებს მოვერგოთ. ნუ რას თავარია ხო ვასწრებთ მაგათთან გამოსვლას? კი, უეჭველი ვასწრებთ. ეხა ძალიან ცოტა რაღაცები დაგვრჩა და მაგ ყველაფერს charge pipe-ები წეღარ ვაღნიშნე რატო ყრია დაბლა, იმიტომ რომ ტურბო რო ჩაიწია დაბლა charge pipe-ები აღარ ერგება იმას რა ქვია დროსელთან უკვე სხვანაირად დგება, ტატოსთან უნდა გადავიტანო და charge pipe-ები თავიდან ავაწყო, მოვარგო. და მინდა შევეხო კონკრეტულად წესებს. ამ ავტომობილზე იყო პრობლემა საბურავები, იყო პრობლემა 1 ცალი დაუნფაიფი რო კაპოტში ამოდიოდა და 2 გეითის ტრუბა და იყო ტურბო პრობლემა, რო იყო კაპოტში არც იყო ამოსული 2 სანტიმეტრი იყო ამოსული, მე უბრალოდ ჰაერის ამღები მქონდა გაკეთებული, რომ ცივი ჰაერი აიღო. ეს მანქანა აიწყო იმისთვის, რომ ამ მანქანამ უნდა ამოიღოს 1500 ცხენი საბურავზე და შესაბამისად ამ ხელა ტურბოს რო ამ მანქანაზე დააყენებ, ფიზიკურად ქვემოთ ჩაწეული, მაგ შედეგს ვერ მივიღებთ. ყველამ ვიცით ეგ. ეს მიზეზი არ იყო იმის, რომ მე მოდი კაპოტში ამოვიტან და უმფაიფებს ამოყრიო, ესე მაგარი ჯანი მექნება და რაღაცა 1000 ცხენს და 1200 ცხენს და 1100 ცხენს ჩაწეულითაც ჩვეულებრივად ამოვიღებ შენ ძალიან კარგად იცი და ძალიან მაგარ შედეგებსაც დავაფიქსირებთ ჩაწეული ტურბოთით, უბრალოდ რადგან გვინდა ჩვენ მსოფლიო რეკორდები. ხო, კი ბატონო. მსოფლიო რეკორდების მოხსნა რო გვინდა, ნუ ეხლა კაპოტზე ისე არ იყო და მახინჯებული და რაღაცა მიჭრილ ჩამოსხმული, გადასხმული კაპოტი არ გვეყენა, უბრალოდ ლამაზად ამოვჭერეთ, ყველაფერი შესაბამისად გავაკეთეთ, როგორც ამ მანქანას შეეფერება, რომ თან ყოფილიყო მსოფლიო რეკორდსმენი ეს მანქანა და თან ყოფილიყო ძალიან მაგარ ვიზუალს. საბურავები წვიმის სლიკები არ იყო დაშვებული. ხო. და street legal-ში გადის ტოიო, ასევე გადის ნიტოები, ასევე გადის, ნუ, ჩვეულებრივი მიშელინით შეგიძლია, კონტაქტ შვიდებით შეგიძლია, მაგრამ ტოიოები გქონდა და ტოიოები დავაყენეთ, იმიტომ რომ თითქმის ბევრი მანქანა ტოიოთი იქნება და street legal-ია ჩვეულებრივად. საბურავების თემა მოვაგვარეთ. ტურბო ჩაუწიეთ, კოლექტორი გადავაკეთეთ, ყველაფერი ვქენით, კაპოტი შევცვალეთ, ამოჭრილი აღარ არის, იკეტება ჩვეულებრივად, ტრასა დავაყენეთ, დაჟე ბოლობაჩოკის კი დავაყენეთ, გვითხრენ რომ ბოლობაჩოკი შეგიძლია არ დააყენო, მაგრამ მაინც დავაყენე. მომენტ მთლიანად რომ აწყობილი. თუ ავაწყობ ბოლომდე, ხო, ანუ ჩვეულებრივი street legal-ი იქნება. სალონის ბოლომდე აწყობილია, მანქანა თავიდან ბოლომდე დაზბორილია. სუპრები გინდა, რავი, ჯი-სერიები, M-ები გინდა, სოროკები გინდა, აი
ამერიკის დრაგს გადავხედოთ, რავი, მოლდოვა, ეგერ ბულგარეთის დრაგი ჩატარდა, ეხა ბიჭო, ყველა დადის მაგ ჯანს ჭირდება რაღაცა, მაგ ჯანს ან კაპოტის ამოჭრა ჭირდება, ან ტურბოს ამოწევა ჭირდება, ცივი ჰაერის მიღება ჭირდება და ზოგადად ბევრი კაი თვისება აქვს. ერთი მინუსი აქვს ის, რომ კაპოტში ჩანა ტურბო, დანარჩენი ყველაფერი აქვს დადებითი, ყველა მიცით. კი ბატონო. ტურბო რაც უფრო ცივ ჰაერს აიღებს, თავისთავად ინტეიქში ცივი ჰაერი შევა, ინტეიქის ტემპერატურა დაბალი გვექნება, მეთანოლს დავახმართ, ცივ ინტეიქზე და ცივ ჰაერზე ცხენის მეტი გვაქვს, ზაჟიგანიაც მეტი გვაქვს და შესაბამისად ცხენის მეტია და მანქანაც უკეთესად დადის. ნაწილებზე რა ზღუდ? რომელი ნაწილებზე? ძრავის ნაწილები თუ გამოწერილი. ძრავის ნაწილებზე ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ კოვკა ნაწილები ჩამოსულია, ნიზის, ჩამოვიდა გილზები, პორშინები, შატუნები, მაგას აუცილებლად ამ ვიდეოში ჩვენ მაყურებელსაც ვაჩვენებთ. რეებია ჩამოსული, გალოკაც რაც შეეხება, გალოკის ნაწილები ჯერ არაფერი არ ჩამოსული გზაშია, რასპედლებს ველოდებით, კლაპებს ველოდებით და პრუჟინებს ველოდებით. წინა დრაგიდან წინა დრაგზე როგორც ვიყავით, მის შემდეგ ამანქანას შეიცვალა მხოლოდ ცივი კოლექტორი, Wagner Performance-ის ცივი კოლექტორი დადგა და მე ადრე ვიდეო მაქვს გადაღებული და ეს რეიკაზე ვახსენებდი, რომ რეიკა ჩამოვიდა და ცივი კოლექტორი არა ჩამოსული თქო, კოლექტორიც ჩამოვიდა. კოლექტორი წინა დრაგზე ცოტას გვაფერხებდა, იმიტომ რომ ამაში ფიჭა რაც დევს ინტეიქის გაგრილებას, რაც ზოგადად ემსახურება, 7 საფეხურით მაღალია და წყლის რაოდენობაც შიგნით მეტია და თავისთავად რაც უფრო დიდია ინტეიქი, მით უფრო გრილია იატი. შევცვალეთ მხოლოდ ინტეიქი, შემშვები კოლექტორი. კარობის ნაწილები? კარობის ნაწილები ყველაფერი ჩამოსულია, просто რასაც ველოდებოდით, ერთი ნაწილია დარჩენილი და საბაჟოზია გაჩერებული და იმედია 29-მდე გამოგვატანებენ, თუ რამე პრობლემა შეიქმნა. ხო, კარობკა თუ 29-მდე საბაჟოდან გამოგვატანეს, ეგ ნაწილი აუცილებლად უკვე stage კარობკით ვიასპარეზებთ და მოვასწრებთ. მაგრამ თუ ეგ არ გამოგვატანეს, ეგეც არა პრობლემა, იმიტომ რომ რა კარობკა 8.70 რაც გვიყენია, ამ კარობკითვე გავიარეთ 1.4 მილი ძალიან მაგარ დროში და მაგ დროს აუცილებლად დავდებთ დრაგზე, აპლიკაციაზე, ოღონდ დრაგის მერე. იმედია ისე არ ჩამოვა, რაც შეუძლია გავწურავთ. პროსტო ძალიან შევზღუდეთ ეხა ამ ყველაფერი რაც გავაკეთეთ ეს მანქანა და იმედი მაქვს იგივე დროში გაივლის, რა დროშიც დადიოდა. თუ ვერ გაიარა იგივე დროში, ეგეც არაა პრობლემა. აუცილებლად ვიქნებით უხეშ დრაგზე, მივიღებთ მონაწილეობას და უხეშ დრაგის მერე უკვე ამანქანიდან ძრავს ამოვიღებთ და დავიწყებთ კოვკის აწყობას და მომდევნო დრაგის ეტაპზე BMW Club Georgia რომ ჩაატარებს. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება. არანორმალური შედეგები და არანორმალური რავი, ცხენით და ყველაფრით ვიქნები. აი ბოლომდე რო გადატენილები ვიქნებით. ანუ იმედია კარობკა ისე დროს ჩამოვა, რომ ისევ ღამეების თენება არ მოგვიწევს და ისევ რაღაც თემა და ნუ ბიჭო, კარობკა ყველაფერი ჩამოსულია, ის ნაწილი უნდა მოგვცენ, რაც მაგ ნაწილი იმ კარობკის ნაწილზე ხო, აი მაგას ველოდებით. მე ბევრმა არ იცის, მაგრამ ნაწილები ხო არ არის, მიბმა უნდა ის უნდა ეს უნდა. მე ნასტროიკა უნდა რაღაც ნასტროიკა გასწორება, თავიდან ნასტროიკა უნდა ასევე მაგ ნასტროიკის გამო ველოდებოდით იმ წინა დრაგზე custom-ს რო ვერ გამოვედით და 0-ას ვქონდა 5 წამი და ვჩქარდებოდით რაღაც ტრიბუნების მე. არა, ეგეც უნდა ვთქვათ, რომ ნუ რეალურად პირველი ზაეზდი შენ რაც გაიარე და იარე, პირველი კარგად გაიარე და მეორე იყო რომ პროსტა რაღაც პრობლემა გაიჩნდა. მესამე იყო, ხო? პირველი ზაეზდი მქონდა false start-ი, იმიტომ რომ ნასტროიკა რო არ იყო ძალიან მომიწია გაზზე მიცემა ტურბოზე დაბიჯება და გააჩოჩა მანქანა და უკვე შუქნიშანმა რო დაიწყო ახლა მე უკვე false start-ში ვიდექი. მეორე იყო შუქნიშანზე სწორად დავიძარი, მაგრამ გავგორდი და მე სადღაც ტრიბუნების მერე ავჩქარდი. და მესამე იყო რომ უკვე კაროპის ტემპერატურა დაწერა და ბუსტი ვაფშე გათიშა და დაურჩით სტარტის ხაზზე ესე ვთქვა. ნუ არა უშავს ახლა უკვე ვიცი. ხო, ნუ მაგას ისედაც ველოდით, მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ნასტროიკა არ მქონდა, მაქსიმალური ჩვენ გავაკეთეთ, გამოვედით, ვიასპარეზეთ, 1-2 ზაეზდი საჩვენებელი ხალხსაც ვაჩვენეთ. ჩვენი მეორე პროექტის და აი ამ ეტაპზე, ამ დრაგის ეტაპზე ვიქნებით ძალიან მაგარ ჯანსი. კი, და ხალხი იმედია დაინახავს იმას, რომ ანუ ქარხნული სტოკი, ესე რომ ჟარგონულად როგორც ეძახიან, სტოკი მანქანით, სტოკი ძრავით რეებს აკეთებდა ეს კონკრეტული მანქანა და რო არჯეროდა და გახეთქე და ის ყველაფერი გადაიღე და რამე და დეტალურად ხალხმა უყურა იმედია, ესეც ხო სტოკია და მაგის ვიდეოც ხო დავდეთ. მე მინდა კონკრეტულად იცი რა აღნიშნო, რომ ანუ ეს სტოკი როგორიც იქნება და ეხლა უხეშ დრაგზე რასაც გააკეთებს და მე რომ უკვე აიწყობა და ის რო იქნება რა ჩვენ გვინდა რომ თავის დააგეზვით და იმით და ამით, ნუ ხალხი უკვე მიხვდება რა, ეხლა ვინც ავტოსფეროშია
ხვდება და ისედაც იცის ამ ეპოქის საუკეთესო ძრავია და შენ შეურჩიე ყველაზე მაგრად ყველაფერი რა. B58 ერთადერთია, რომელმაც სტოკი ძრავიდან აი ამ მანქანამ ამოიღო 982 ცხენიძალა საბურავს. კი ბატონო. ამ ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს დაეჯახა მანქანამ რა. და ოპერაცია გაუკეთეთ. ერთი კვირა არ ჩანდა რა, დამალული იყო, სად იყო, რომ ნახეთ, რა. ბოლოს გამოჩნდა და მაგიტომ დღეს აფკატკაზია. ხო. მაგასაც კოუკანაწილები ვლაგია ფეხში. ფეხი გაუჭრეს, ძვალი ქონა გატეხილი, საუდგინეს და მუცელი გაუჭრეს, დიაფრაგმა ქონდა გახევა. ოღონდ ტოლმა არა ის M240 გარეთ იყო, ის სხვა. M-ის ლოგო ის რა, ხო? სხვა. 2000 ლარი დაჭდა მომძაღლის ოპერაციები და ის. ამასაც კოუკა ჩაულაგეთ. კაროჩე, ჩემი მანქანა Mazda მოვიყვანე ბუბუსთან პროფილაქტიკაში ზეთის შესაცვლელად და მეუბნებიან, რომ კაროჩე ზეთს არ ვცვლიო რა. თუ გინდა B58-ს გაგისვაპავთო, ზეთს არ ვცვლითო. ბიჭო, ზეთს იმიტომ არ ვცვლით, რომ B58-ში ვაფშე არ ვცვლით ზეთს. ეს ყველის რა. როგი გეუბნები ვიყიდოთ მეთქი Mazda-ით მომადექი ზღოდა. ბიჭო, Mazda-დან კარგად გადაიღება თორე. სპონსორი დავითრიოთ მაშინ, ცოტა ზეთში შეგვეხიფო. ო, ზეთს სპონსორი გჭირდება. მანქანას ზეთი არ მოშევუწვა. ანუ მანქანა ზეთს რო არ შეუწვის, ზეთს რო არ ჩაასხავდა ისე იყო. აუ, იმის მოტრიალების ხოდიც არ გაქვს. ახტება ბუბუ რა გვაფერხებს? ბიჭო, რა გვაფერხებს ესე გარეგეითები ავაწყოთ რა. გეითი რომელია? აი ეს გარეგეითი რა. ესენი რო ავაწყოთ, ხონდა დავაერთოთ ეგან კი იყო აწყობილი, მაგრამ ცოტა ახლოს იყო ამ ლაინერებთან და იმასთან და ვცდილობთ რომ ცოტა სხვა მიმართულება მიცეთ, რომ ძალიან ახლოს არ იყოს და სტარტის დროს არ დაარღვევდეს რა. თვითონ ხუზაოზე ეს ხო მოძრაობია რა სტარტის დროს მოძრაობს. ვიდეოშიც ჩანს რა ვიდეოებში რომ ტურბო დახტუნოს. ამუშავებელი რომ მაგას ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შორს ვიყოთ ლაინერებთან და ან ძალიან რო დაარტყას, ან რამე შეიძლება კოლექტორში გადატეხოს რა. გადატეხოს რა ბზარი ექნება და მერე ბუსით შეუშლის არის დაყოლებული. ვცდილობთ მაგას რომ ეგ გავაკეთოთ ისე რომ საფრთხოთ იყოს. არ ვიცი რავი რა. ერთს გააკეთებ, მეორეა გადასაკეთებელი, მეორეს გადააკეთებ, მესამეა გადასაკეთებელი და ვეღარ გავიგე. გიორგა, შენ რა ქენი რა ვერ შეცვალე ეგ ზეთი კიდე ბოზიში. მე მაგ მანქანაში ზეთს არ ვცვლიდი ძმაო. მე უთხარი ის მანქანა რა, რომელსაც ზეთი შეცვლა ჭირდება თქო. კაროჩე ეს უნდა აუწიოთ, ბატონო. დღეს არის მეოთხე დღე ძმაო, ისო პადიუმი გზედებს, ვაფშე არ ჩამოგვიღია და სულ რაღაცას ვაკეთებთ. იმის გამო რომ ერთს გადააკეთებ, მეორე არ ეტევა, მესამეს გადააკეთებ, მეოთხე არ ეტევა, იმენა ტვინი შეჭამ. იმაზეც ფიქრობ, რომ აი ამდენად უნდა გიყვარდეს ეს საქმე, გამოსვა აი ამდენი იწვალა თუნდაც ერთი დრაგის გამო რა. ხო, ანუ არ გიყვარდეს, არც გააკეთებ და არც აწყო და რომ გიყვარს და გინდა რომ ყველა ჩატარებულ დრაგზე გამოხვიდე და წესები სხვადასხვა, აი მაგარი რთულია ერთი მანქანით ეგ ყველაფერი გააკეთო რა. არ უნდა დაკმაყოფილდე იყიდო მანქანა და ქარხნულ ძრავზე, ქარხნულ ტურბოზე ან უბრალოდ პატარა ჰიბრიდ ტურბოს დააყენებ და იარო 800 ცხენით და ყველა ერთნაირად დადის მე, განსხვავებულად ვერანი ვერ დადის რა. ყველას ერთ და იგივე დრო აქვს და გამართლებაზე ხარ და როცა აწყობ ამხელა პროექტს ხოვაზე ხარ და გინდა რომ ამხელა პროექტით რაღაცა გააკეთო, მე უკვე პრობლემებში იჩითები რა, სხვადასხვა კლასში ხვდები, სხვადასხვა გაროჩე რა. ალექს კაია. ეხა კაია. ეხა უნდა დავიწყოთ. აი ჩვენ გვაინტერესებს ყველაზე მეტად ეს. მოარგია მამა. ხო, მე ვერ ვხედავ მაგას და მაგით. შინო ეგა. ესეც მოერგო, ისიც მორგებულია. და ხამუთიც ყენდება, ვიბენდების ყენდება რა იტოქში.
ეს ვერდი ფერი ფოტო გადამიგე რომ დავდო და ეს მინდა კარგაო. რასტა ბაშო. რაც შეეხება ჩვენ კოკა ნაწილებს, მოდით და გავხსნათ ეხა ერთად. მე კი გავხსენი გუშინ, მაგრამ მაინც თქვენს გაჩვენეთ. ბესო მოდი. ცოტა ახლოს ეს არის გილძები. რადგან ჩვენ ვაპირებთ 1500 ხენის ამოღებას, აუცილებლად გილძები გვჭირდება, ჩამოვიტანეთ გილძები, ანუ სისქეს ხედავთ. როგორი სისქისაა და 6-ვე გილძი შეიცვლება, რადგან 60 PSI უნდა ჩაუბეროთ. 60 PSI რამდენი ბარია ზუსტად არ ვიცი. მაგრამ მაგის კალკულაცია არსებობს და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ. აი, ამ ყუთში რაც გვაქვს, ამასაც გაჩვენებთ. მოდი ბესო. ამაში არის პორშინები, ეს არის პალეცები, რომელიც ნახე, რამ სისქის პალეცებია სტოქს, აი, ხელა კედელი არა აქვს, ეს პორშინებს მოყვა. პორშინების არის. ასევე პორშინებიც მინდა რომ გაჩვენოთ. პორშინებს თავისი კოლიცოების მოყვა კი, აი აქ არის კოლიცოები. ყველა პორშინს მოყვება თავისი კოლიცო, როცა კოკა პორშინებს ყიდულობთ. აი პორშინებიც აქ არის. მოდი ვესო, ახლოდან ვაჩვენოთ. ეხლა ამას გავხსნი, ამოვიღებ ამიდან რა. და ძალიან მაგარია, თან ხარისხს დააკვირდი, ზეთის კანალებს დააკვირდი, რამდენია ზეთის კანალი აქვს დამატებით. და არა რაღაც ჩამოსხმული რაღაცა იმენა CNC-ზე გაკეთებულია. ძალიან ძვირი ღირს, სამის ფასებს, ყველაფრის ფასებს ჩავსვამთ მაინც ვიდეოში. ზეპირად არ მახსოვს, უარ მოგატყულოთ და ეხა ამ ყუთში იქნება უკვე შატუნები, იმიტომ რომ გილძები ვნახეთ, პორშინები ვნახეთ და შატუნები ხა დაგვჭა. აჰა, კი ბატონო. შატუნებიც არის ჩამოსული. ესეც ჩვენი შატუნები. პლატინიუმის არის. ARP-ს ბოლტებით არის. ჩამოვიდა შატუნები, ჩამოვიდა პორშინები, ჩამოვიდა კოლიცოები, ჩამოვიდა გილძები და ჩამოვიდა იცოდე ეს რა იყო ამ ყუთში რო არ შევცდეთ პალეცები. ჩამოსასვლელია ნიზს რაც შეეხება შპილკები, კლადიშები და ჩამოსასვლელია წინა შკივის ბოლტები, ეგეც ARP-ი. გალოვკის ნაწილებიც გზაშია რასპედლები, კოლიცო რასპედლები, კლაპნები და პრუჟინები. ნუ მაგეებიც ჩამოვა აუცილებლად შემდეგ ვიდეოს გადავიღებთ და შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ თუ რა გამოვიწერეთ და რა დაგვიჯდა, რაც ჩამოსული ამ ეტაპისთვის ესა. ხა კი მე მგონი ბიჭები მოვიდნენ უკვე და გავიდეთ გარეთ, გავატანოთ ბიჭებს თავი ისი კუთვნილი ამ პაკეტის სალონი, თან გავიცნოთ ვინები არიან. ორე ხო იცი შენ თავს პიცა ვარ შეიძლება დაგაშენო აი ბიჭებიც მოვიდნენ. კოლგა? ხო, ბიჭო, ეგ კოკა-კოლის კოლგაა და ეხა ვიდეოში ხო ხდები რა, გაუჩითეთ რომ ხვალდადა ეგ იქნებ დაგვასპონსოროს რა. ყონია ზღვა? აგერ ზემოთ ერთ 300 მეტრში თბილისის ზღვა. ეს არის თან გადაადგილებთ, აი მოვიდა ბესო ბიჭები და ბიჭებსაც ჩაეტევა ამანქანაში სალონი, წესით უნდა ჩაეტიოს კი. სალამი ბიჭებო, გილოცავთ პირველ რიგში. გაუმრჯოს. როგორ ხართ აბა, როგორ განწყობაზე ხართ? 4 კაცი გადმოხვედით, მაგრამ სალონი სად უნდა ჩავდოთ? ზოგი დავრჩებით. ჩავატეთ, ხო. YouTube-ი შენია, ხო? ხო, რო გავხსნათ მაინც ბიჭებსაც, მაყურებელსაც, ყველას ვაჩვენოთ. იგარი, ხო? აჰა, რაც შეეხება თქვენ სალონს, აი აქ არის, მოდით მო. მოდით ბიჭებო, თქვენც. ნახოთ დავთ. ანუ ეს ელაგა, ანუ ამერიკიდან რო ჩამოვიდა ამ სალონით რა. რადგან შენ გამოიცანი, თან ბიჭო 99% გამოიცანი. F80 M3 წითელი სალონიო რა, გეგონებოდა ვიღაცა შინაურმა გაგვიტანა და გასცა ჩვენი თემაო, მაგრამ რავი, რეალურად ზუსტად ის ჩავდეთ, ის სალონი მოერგო, შენ რაც დაწერე.
და როგორც თქვით, ჩვენი ამ პაკეტის სალონს გადავცემდით გამარჯვებულს, გილოცავ მშვიდობაში. რა მანქანა ყავს? მე მეშვიდე სერია ყავს, მაგრამ ამ სალონს ალბათ ჩემი ძმაკაცის მანქანაში ჩავდეთ. შენ ძმაკაც მიცემ, ხო? ანუ შენ ძმაკაც აჩვენე. ჩემ ძმაკაც ყავს ასეთი F30 და ალბათ ჩავდეთ იმის მანქანაში. ძალიან კარგი. სალონს და ეგ ყველა მანქანა დარიქმე. ქუთაისშია თუ თბილისშია? ქუთაისშია, მაგრამ მოახერხეთ რამენაირად. გასაგებია. უბრალოდ რო ჩაალაგებთ და რა მანქანა იქნება, ის მანქანა იქნება, ერთი ვიდეო ჩვენს გამოგვიგზავნეთ, რომ გვაინტერესებს თუ როგორ მოუხდება და როგორ განამასდება. ამით არ მთავრდება, მომდევნო ვიდეოებში შევეცდებით, რომ კიდე რაღაც ახალისო ეგრე გათამაშებები მოვაწყოთ, რაღაცა გავათამაშოთ, რაც ჩვენი ხელიდან ვისაც რომ იქნება, ანუ იდეაში ხა არც სპონსორი ყავს ჩვენ რომ რაღაც საწვავები ვათამაშოთ, რაღაცები ვაკეთოთ, სხვა იუთუბერები როგორც აკეთებს, მაგრამ იმედია სამომავლოდ სპონსორიც გვეყოლება და მაგასაც გავაკეთებთ. მე წამოვიღებ აბრიუკებს. მოდი, წამოიღეთ, ოღონდ ჯერ უნდა ჩავდოთ წინა სიდენიები. ეგა ვიღაცა იფიქრებს იმდენი სალონი აქვს ამას განათამაშებელ განაჩუქებიო ისე ჩავატიეთ ამ პატარა მანქანაში რომ დასპეცებულები არიან გამეწერა რა ხო ვიცი რა შენ ო ბიჭო ეს სპონტანურად ზოგადად ხო ხტები რა ეხა ადამიანს ახარებ იგებს და ეხა მე რო ყოფილიყავი მეც ძალიან მაგრა გამისწორდებოდა რაღაცას ცხოვრებაში არაფერი არ მომიგია მაგრამ რაღაცა რომ მომეგო იასნია გამიხარდებოდა რაც შეეხება ამ ვიდეოს მეგობრებო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ ჩვენი არხი გადააზიარეთ დააკომენტარეთ დაალაიქეთ იაქტიურეთ და რა ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და პროსტა უყურებთ ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი რომ შემდეგი უკეთესი ვიდეოები არ გამოგჩეთ კარგად იყავით გემშვიდობებით მომდევნო ვიდეოებამდე